მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მაქვს ახალი დასტო. ძალიან მომეწონა რაღაც სასწაული დასტო. და აი ვიფიქრე, რომ მაგაზე მინდა გაგიკეთო თქვენ გაშლა ისე, რომ დაინახოთ თქვენს. რაღაცა, რა ვიცი, ისე მომეწონა, რომ მოკლედ არ მომასვენა. და მოდით გავაკეთოთ გაშლა, იმედი მაქვს, რომ მოკლედ გამოვა თუ გრძელი გამოვიდა, всё გადავიდა მეორე არხზე, სადაც გრძელი გაშლები გვაქვს, თუ ცოტა ნორმალურად დრო დავა, მაშინ გავაკეთებ უკვე ისე რა ქვია, ცოტა ის კალკალებში. მაშინ აქ დავდებ, всё. დავიწყოთ ახლა ჩვენ ვნახოთ ჩვენი თემა დღეს რა ემართება მას ახლა ან რა ხდება ახლა მის ცხოვრებაში, ვნახოთ ახლა უფრო მაგის ესეთი ცოტა ღრმად შევიხედოთ. ახლა რა ხდება თქვენ შორის, მოდით ვნახოთ, რომ ვიცოდეთ, რომ ეს არის თქვენი სიტუაცია, ხო, რომ ეს არის თქვენი გაშლა. რა ხდება თქვენ შორის ახლა? ნუ თქვენ შორის ახლა ხდება ის, რომ თქვენ აქ ელოდებით რამე ქმედებას, ნახეთ რა კვირა ლამაზია, ხო? თქვენ ახლა ელოდებით, მანძილი არის აქ ვეჭველი და შეიძლება თქვენ ახლა ელოდებით თქვენი საყვარელი ადამიანის თასების მეფე, ხო? რამეს, აი თქვათ, ახალ პერიოდს ელოდებით, ან ახალ პერიოდზე ელოდებით თქვენი ურთიერთობის გადასვლას. არის აქ ეგეთი რაღაცა, მაგრამ აი აქ ცოტა, ნუ შეიძლება ელოდებით, როდის რას იზავს. აქ ახლა ცოტა ქმედებაზე უფრო არა, აქ უფრო რაღაცა მგონია, რომ ელოდებით. შეიძლება რამე საუბარი კიდათ მასთან, შეიძლება ნუ მოლოდინში რო ხართ კი, თან პლუს კიდე აქ დაჟე როგორ არის, იცით, აი მართლა იმენო ელოდებით. აი ან გაინტერესებთ, ეხლა ჩვენ რა გველოდება? ხედავთ თქვენი ახლა ეს თქვენ შორის რა ხდება? მე როგორ მომწონს ეს, აი ვერ აგიხსენებთ, პატარა ბავშვით მომწონს აი ეს რაღაც ძალიან ისეთი მომენტები. შეიძლება თქვენ დაუშვათ ახლა ზოგისთვის კიდე შეიძლება აქტუალურიც იყოს, რომ თქვა დაუშვათ ადამიანი, ნუ აქ ნახეთ თასების მეფე ზის და სვამს. შეიძლება ფიქრობ, როდის დაამთავრებ შენ ამ ყველაფერს და როდის შენ უკვე შეიცვლები და როდის გვექნება, ანუ აქ მაინც რაღაცა შანსელოდებით თქვენ რა, რომ მომავალში ყველაფერი კარგად იქნება. ნუ ვიღაცა სხვადასხვა შეიძლება так ეს ხო თქვი რომ გზიდან ელოდებით, მაგრამ შეიძლება გადასვლა გინდათ სადმე, ან თქვენ შეიძლება აპირებთ მასთან გადასვლას და ფიქრობთ ახლა, ან როდის მექნება ეს შანსი. შეიძლება შედგალა ვიღაცას ახლა საჯარო გაშლა გვაქვს, შეიძლება უკვე თქვენ მასთან გადადიხართ საცხოვრებლად, ნუ არ ვიცი რა. ან რაღაც ეგეთი უნდა ყოფილიყო, ნუ კარგით, მოდით ახლა ვნახოთ, გვაჩვენეს ჩვენ გამოვიდა ჩვენი მეფე თასების და ვკითხოთ ახლა. რას გრძნობს ეს ადამიანი ახლა, რას მისი გრძნობა ვნახოთ, რა მისი ფიქრებიც ვნახოთ, რა ენერგიაში არის ახლა თვითონ, მისი მდგომარეობა ახლა ვნახოთ, მე კიდე დავუსვენ კითხვებს ხას. რას მალავს, რას შეიძლება ელოდება თქვენგან და თქვენი ენერგოკავშირიც მაინტერესებს რაღაცა ეგეთი, მაგრამ ნუ კიდე მე დავუსვენ მე მაგას სხვა კითხვებსაც. ნუ ეს ზის, ნახეთ ახლა არ ზის და ელოდება რაღაცა, შეიძლება წერს, შეიძლება თქვენ ანატრებით იცის, რომ თქვენთვის ხართ ის. აქ დაჟე როგორი თემა არის, იცით, შეიძლება თქვენ ნახეთ აქ ხალი ზის და ელოდება, ნახეთ ჩიტი უზის, ელოდება ინფორმაციას, ელოდება თქვა შეიძლება საღამოს თქვენ ზიხართ, მას ელოდებით, ის საღამოს ზის და ფიქრობს რა გავაკეთო. საინტერესო სიტუაცია გვაქვს ძალიან, ხო, ნუ ვნახოთ, მოდით ახლა. ანუ რას გრძნობს ახლა, გრძნობა მისი ახლა, ნახეთ რას გრძნობს. ნუ აქ ნახეთ ზის გოგო,
პირის შეიძლება მდგომარეობა არის საშინელი. როცა არის ცხრიანი ხმალების, ეს არის ყოველთვის ძალიან რთული საშინელი მდგომარეობა. რას გრძნობ, რომ შეიძლება ფიქრობს, მე არავის არ ვჭირდები, მე არავის არ ვუყვარვარ, მე არ ვიცი უკვე რა გავაკეთო. მე უკვე ღამე შეიძლება ეღვიძება მაგას და რა ვიცი, უყურებს მერე ვარსკვლავებს აქ, ხო? შეიძლება ეს ადამიანი რას გრძნობს და აქ არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება რამე ისეთი ან წერილი მიწერეთ თქვენ, ან თვითონ უნდა რომ მოგწეროს და ვერ გწერს, მაგრამ მდგომარეობა რო არ არის ადვილი და გრძნობაზე ვეკითხები, ჩვენ გვაჩვენებენ რას ფიქრობს, ხო? იმიტომ რომ პრინციპში ნახეთ რაღაცა უნდა რომ თქვას. რას გრძნო კიდე გამოდის, ხა ეს რატომღაც წავიკითხე, ეს ქალი, როგორც თქვენ რო ზიხართ, იცის მაგან რო თქვენ და ძალიან კარგად გრძნობს, რომ თქვენ ზიხართ და მაგას ელოდებით. მოიცა, მაშინ აბა აქვე ვკითხავ, ხა რას გრძნობს ეს საერთოდ საშინელი მდგომარეობაში რო ზიხარ შენ, ამ ქალის მიმართ, ვინც შენ ახლა გიყურებს, შენ რას გრძნობ კი არ რას გრძნობ მაგ ქალის მიმართ. ეს რას გრძნობს, იცით, რომ ეს მართლა მაჩვენებს ახ სულ მაღალი არკანებით მელაპარაკება. აქ მაგი გრძნობს, რომ უკვე თქვენ დაიღალეთ მისი ლოდინით, იმიტომ რომ შეიძლება აქ თქვენ შორის ეს უკვე თვითონ ეს სიტუაცია და ძალიან გაწელილია. შეიძლება დაუშვათ თქვენ, გქონდეთ როგორი სიტუაცია, იყო პაუზა, მე რაღაცა თქვათ, ახლა მოხდა, შეიცვალა უცბად სიტუაცია, გამოჩნდა შეიძლება ეს ადამიანი, მაგრამ მე ისე გადახვედით პაუზაში და ეხლა რას გრძნობს თქვენს მიმართ, რომ აქ არის ძალიან დიდი განცდა, შეიძლება ეს ადამიანი უკვე, მაგრამ აქ უფრო რას მაჩვენებს, რომ მაგი ძალიან კარგად გრძნობს თქვენ რასაც გრძნობთ, გაიგეთ რა ხდება? იცის რომ თქვენ მაგას ელოდებით. იცის თქვენ რომ ის რა ქვია, შეიძლება დაჟე ფიქრობს რომ ამას ეს ლოდინი ამოუვა ყელში და საერთოდ ადგება და მიმატოვებს რა. და ხდება ეს ძალიან კარგად, რომ კიდე თუ გაწელა საერთოდ დაკარგავს თქვენ. ამავე დროს კიდე გრძნობს რომ ძალიან გაწვალებს რა. ძალიან გალოდინებს, შეხედეთ რა ხდება აქ. ძალიან გალოდინებს და ძალიან უკვე გაუსაძლისი არის ეს სიტუაცია, ან უნდა დასრულდეს, ან რაღაცაში უნდა გადავიდეს, მაგრამ რაში უნდა გადავიდეს, ზის ეს ადამიანი, აქ უეჭველი ღამე მაგას არ ძინავს და შეიძლება არც თქვენ გრძნობს, იმიტომ რომ გრძნობა მიდის, ხდება ეს, რომ თქვენს ასე დღეში, იმიტომ რომ ძირფასი ქალი არის ჩემთვის, მნიშვნელოვანი ქალი არის ეს ჩემთვის, ქალი, რომელიც თქვენ ახლა პრინციპში არ ახართ არანაირად დამოკიდებული არაფერზე. თქვენ ახლა დაუშვათ იმას არ ელოდებით, იმის გამო, რომ თქვენ მისგან ახლა ფული გინდათ ან რაღაცა თქვათ, ან მატერიალურად მომხედოს ან რაღაცა, არა. უბრალოდ თქვენ რას გრძნობთ? თქვენ რას, აქ უკვე როგორი მომენტია, რას გრძნობთ თქვენ? პენტაკლები წავიდა, ხო? თქვენ იცით რას გრძნობაზე რო ვთქვათ, აქ უკვე პენტაკლები აჩვენებს რას, როცა მე მინდა თქვათ, რაღაცა უფრო ერთად ვიცხოვროთ, ერთად ვიყოთ, თქვენ აქ როგორ უდგებით საქმეს, იცით, გრძნობთ, რაღაც მატერიალური უფრო მოდის თქვენს. რატომ ასე? თითქოს თქვენ იცით როგორ ხართ გეტყვით ახლა, აქ მე ვფიქრობ, რომ მართლა თქვენ უკვე ბევრი შეიძლება ფიქრობთ, რომ უნდა დავასრულო ეს ყველაფერი რა. და შეიძლება უკვე როგორ ხართ, იცით, მე ვეკითხე მის მიმართ რას გრძნობთ რა.
მაგრამ აქ არ მაჩვენებენ რაღაცა ისეთ სიყვარულს, რო გითხრათ. შეიძლება მართლა ნახეთ, თუ თქვენ ასეთ ენერგიებში ხართ, როგორც მაგან გვაჩვენა ჩვენ, ხო, ეს სიტუაცია, აქ გადაღლილი ხართ უკვე მართლა. აქ თვითონაც ეს ამან დაიტანჯა და თქვენზე, ხო, თქვენზე რას გრძნობს, ხო? ეს უკვე გრძნობს, რომ სიტუაცია თუ ასე გაიწელათ, მაგი დაკარგავს ყველაფერს, მაგრამ თქვენ თვითონ უკვე აი როგორ ხართ იცით რომ მე უკვე რაღაცა ახალი მინდა დავიღალე უკვე ამდენი ფიქრი, ამდენი ნერვიულობა, ამდენი რაღაცა და ნორმალური კარგი ცხოვრება მინდა. სადაც იქნება, ანუ თქვენთვის ეთყობა ძალიან კიდე მნიშვნელოვანი რა არის, იცით რომ ადამიანმა გაჩვენოს თქვენ ის რომ თქვენ მისთვის ხართ მნიშვნელოვანი რაღაცა მატერიალური თემებით. ეხლა გეტყვით ელემენტარული ზრუნველობით. ნახეთ, აი აქ ადამიანი მოვიდა და შეიძლება თქვენ რას გრძნობთ, აქ კიდე რას გვეუბნებია. ნახეთ, რომ ის არ იქნება ისეთი, როგორიც თქვათ უნდა იყოს კაცზე თქვათ ოჯახში. აი აქ ძალიან ესეთი სიტუაცია არის, რაღაც არ გვაჩვენებენ ჩვენ, იმენა აი რომ გრძნობაზე უნდა იყოს ცოტა სხვა არკანები. აი ეგეთ რაზე გრძნობ უნდა გამოვიდეს ახლა ყველა ვარიანტი თქვა თასები. აქ თასებს მაჩვენებენ რომ უკვე აღარაფერს აღარ გრძნობ ისეც. შეიძლება რამე ტკივილს გრძნობთ კი ბატონო. ეხლა რო გითხრათ რომ თქვენთვის ეს ურთიერთობა არ არის მნიშვნელოვანი, არა. მაგრამ აი თითქოს ფიქრობთ რომც ვიყოთ ერთად, ის არ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს ურთიერთობაში, რომ მაინც ოთხიანი პენტაკლებიც ეს არის, როცა ადამიანს აი თქვათ, ეხლა ნახათ, ყველაფერი აქვს, აგრუდეს, მაგრამ სახში კი არ მიაქვს. ამავე დროულად შეიძლება თქვათ, რომ ეხლა ნუ მნიშვნელოვანი კი არის თქვენთვის, შეიძლება რას გრძნობთ. აქ სიახლეში უყურებ თქვენ რაღაც. ასე აი მიღმერთო ჩემო, ან შეიძლება კიდე აქ როგორი მომენტი იყოს, იცით რომ შეიძლება თქვენ ფიქრობთ რომ ნუ ელოდებით მის დაბრუნებასაც შეიძლება ელოდებით, იმიტომ რომ აქ ახლა როდის რას იზავს, ეგა არ იცით თქვენ სხვა რა, როდის რანაირად. კარგით, ნახოთ ახლა შემდეგი კითხვა ჩვენ გვაქვს, რაზე ფიქრობს? რაზე ფიქრობს? რაზე ფიქრობს და აი ახლა ნახეთ ეს სიყვარულზე ფიქრობს. დავის დაკარგული სიყვარულზე ფიქრობს. აი ხედავთ, იმიტომ დამაბნია რომ ვეკითხები რას გრძნობ, აქ უნდა იყოს პრინციპში თასები, ხო? რას გრძნობს და აქ უნდა იყოს ახლა უკვე მისა და ამაში არეულია ტიპი რა, იმიტომაც ვეღარ ვიმაშვებით რა, ვერ ვიღებთ, ხო? ინფორმაციას კი, მაგრამ ნახეთ რა ხდება აქ ამასთან როგორ არის, იცით შეიძლება დამშვიდდება, მე ისევ აღელდება, მე ისევ ნუ რაღაცა ეგეთ ენერგიები არის რა და ანუ აქეთ რო ვკითხოთ რას ფიქრობს უკვე ეს ადამიანი, ფიქრობს დავის დაკარგული სიყვარულზე. ანუ ამასთან გრძნობები და ფიქრები ერთმანეთში არის არეული. რატო ფიქრობ რომ დაკარგე? ნუ იმიტომ რომ არც თქვენ ალბათ არ გწერთ, ან ის არ გწერთ თქვენ ახლა რაღაცა ეგეთი ინფორმაცია გაიგეთ თქვენ რომ აი მოდით ეს ავიღო რა აქ დამეხმარება კიდე რომ მინდა ამ დასტაზე ვიმუშაო. ხო. ან თქვენ არ წერთ არაფერს დაუშვოთ, ან შეწყვიტეთ თქვენ. არანაირ ან შეიძლება შანსი რაღაცა დაკარგა შანსები თუ გქონდა თქვენს მიმართ. მოსვლისას ან რაღაცის, გაიგეთ რა ხდება? აი ეს ამას ისე რა ქვია. მაგაზე ფიქრობს, რომ რაღაცა შანსი დავკარგე. რა ენერგიაში ხარ ეხლაში? ანუ ეს არის როგორი მომენტი, როგორი ენერგია, იცით, ვზივარ და ვუყურებ ვეც. ანუ როგორ რა იქნება, ხან ისე ვარ, ხან ასე ვარ რა. აქ ადამიანი რა არის ფატალისტი. გეუბნებით რაღაცა ეთყობა, ბედს მიენდო ყველაფერი და ვერ გავიგე ბედს რომ მიენდე ახლა. ბედისგან რას ელოდები, რა ცვლილებას ელოდები ბედისგან.
ნუ ხო გეუბნებით რომ აქ ახლა ბედს ველოდების ანუ ისე რა იქნება როგორ შეიცვლება ნუ სხვათა შორის ფიქრობს რომ შეიძლება მართლა შეიცვალოს ყველაფერი და მართლა შეიძლება მოხდეს ეს თქვათ დაბრუნება რა აქ ადამიანის სხვათა შორის შეიძლება ძალიან დამოკიდებული არის კიდე მთვარეს რა და აქ ენერგიები არის ისეთი რომ აი ნამდვილად ხან ისე ვარ ხან ასე ვარ ნუ მინდობილი არის მთლიანად გეუბნებით აი თვითონ ღმერთ შეიძლება даже ლოცულობს შეიძლება თქვათ ახლა ხო გეუბნებით რა ენერგიებში ხარ აქ როგორი ტიპია იცით შეიძლება ძალიან არ ვიცი ახლა თქვენ თვითონ ნახოთ შეიძლება მაგას აინტერესებს რამე ისეთი ან ფატალისტი რა არის ანუ ადამიანი რომელსაც აი ნუ თქვათ ჯერა რაღაცა სასწაულების ეს კაცებს პრინციპში იმდენად არ ახასიათებს აქ იმის მიუხედავად რომ გვაჩვენებენ ჩვენ ხმალების მეფეს მაგრამ აქ ნახეთ როგორი ხელოვანი პიროვნება არის რა აი რაღაცა შეიძლება ჯადოსნურ ჯოგს რა ვიცი ელოდება რომ რაღაცა მოხდეს და ანუ სასწაული მოხდება და ვიღაცა დამეხმარება რა ან რაღაცა დამეხმარება შეიძლება რა ენერგიაში კიდე აქ როგორი ენერგია შეიძლება იყოს შეიძლება სახში არის вообще და ეხა მე თან ვარჩევ ამ ეხა თან ეხა ვტკბები ამ დასტით თუ ატყობთ რა თან ტრანსფორმაციაში რო არის ეს უეჭველი ამაში ნახეთ რა ხდება ეხა ამაში მიდის ეხა ძალიან დიდი ტრანსფორმაცია რაღაცა იცვლება აქ თითქოს ბედმა აი რო იცოდა ისე რო თქვა აი მოკიდა ხელი მაგას და აი თითქოს მიდის გადაწერა მისი ცხოვრების რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი იცვლება ეხლა მის ცხოვრებაში აქ თითქოს ნახეთ აი დროს მანქანა რო არის ხო იცი მაშინა времени რუსულად და აი თითქოს უყურებს აი როგორ რა შეიცვლება ელოდება რა შეიცვლება რა და აქ მართლა მაღალი ძალები მართლა ალბათ იცვლება რაღაცა მის ცხოვრებაში ეხლა აი ესეთ ენერგია ცვლილების ენერგიაში არის ეხლა ეს ადამიანი იმყოფ თითქოს აი ნახეთ მაღალი ძალები ზიან და გადაწერონ უნდა მაგათი ბედი გადაწერის ბედი და აი ეგეთ აქ ცოტა ღრმა თემა არის ნეტა იმისთვის დამეწყო რა ქვია ეს გაშლა ამიღო ეს თემა იმ გრძელი ჩვენი ნუ იყოს კაი მდგომარეობა რა მდგომარეობაშია ეხლა ნუ აი ნუ პრინციპში როგორ აი მდგომარეობაში ეხლა აქ არის აი ნუ იცოდე ერთი წამეთ მინდა ვკითხო ეხლა ეს ნუ ხო აი საერთოდ ფიქრობ და გადამწვარია ეს მომდიოდა კი და იმიტომ დავაზუსტი მზის არკანი ყოველთვის ის არის რა აი რა მომდის ახლა იცით აი ახლა გადამწვარია მაგრამ აი თითქოს წვავენ ახლა შიგნიდან მაგას ახლა ნახეთ როგორი თემა არის რომ აი სულ თუ დააკვირდით სულ მაღალი არკანები თითქმის გველაპარაკებიან ამ ადამიანის ზე დღეს რა აი ეს ადამიანი არის ახლა იმენა გადამწვარი ასეთ მდგომარეობაში როცა არის გადავიწვი უკვე აქ იცით რა აი თითქოს მაღალი ძალები ხო თქვით რომ აი რაღაც უნდა გადაწერონ მისი ცხოვრება ხო და აი ეხლა აი როგორც ოპერაციას უკეთებენ გაიგეთ რომ რაღაცა აი როგორ გადმოგცეთ რა რომ ეხლა ის რაც არის ცუდი ეს ნუ მზე ხო კარგი არკანია მაგრამ მზე წვავს ხო მზე არის ეგო აი თითქოს ეხლა აი რაც კი იყო მაგაში აი ეს ცუდი თქვათ ენერგიები მოდი ასე ვთქვათ რა უნდა გადაიწვას რა ნუ რა ვიცი როგორ აგიხსნა მინდა ნორმალურად მაგრამ თითქოს უნდა შეიცვალოს ამ ადამიანმა მაგრამ იწვის ეს ადამიანი ესეთ ენერგიაში არის ახლა შეიძლება უცბად აფეთქდეს შეიძლება უცბად თქვათ დეპრესიაში ჩავარდეს შეიძლება უცბად რაღაცა საერთოდ არაფერი არ მაინტერესებს მაგრამ ეხლა მზე მაგაზე მუშაობს ეს ენერგია რაღაცა შიგნიდან წვავენ აი როგორც ეხლა აი ქიმიას რო უკეთებენ ხო იცით რომ შიგნიდან უნდა ამოჯირგონ ეს პრობლემა რომელიც ზის მასში აი ეს მომდის ახლა მე რა ვიცი რაღაც უცნაურებები მომდის
რას მალავს ეს, რას მალავს ზუსტად, აი ნახეთ მალავს იმას, რომ ვერ ბედავს რაღაცას, შეიძლება ზის მოგწერს რამეს წაშლის, ზის მოგწერს რამეს წაშლის რა რაღაცა, მალავს კიდე იმას, რომ გადაწყვეტილებას შეიძლება ვერ იღებს, ან კიდე მალავს თავის მომავალს. კი. მალავს იმას, რომ თქვენ სჭირდებთ მაგას ძალიან, მალავს იმას, რომ ანუ უნდა რომ თქვენ მაგას გაუწიოთ, რამე თქვა დახმარება, ახლა მე არ ვიცი აქ როგორი, ფინანსურზე რა გითხრათ, მაგრამ იმას მალავს, რომ პატარა ბავშვებს შეიძლება ზის და ელოდება, შენ როდეს გამოჩნდები, შენ როდეს დამეხმარები, შენ როდეს ანუ თითქოს ესე რა ქვია, აქ არის მალავს იმას, რომ ძალიან შენზე მიჯაჭვულია, შენ სჭირდები მას. გაიგეთ რა ხდება? იმას, აი რომ სჭირდები, ძალიან სჭირდება ეს თქვენი ურთიერთობა, ძალიან სჭირდება ეს ყველანაირად შენთან კომუნიკაცია სჭირდება, მაგრამ ზის და ამაზე, ანუ კი შეიძლება გითხრათ რამე, მაგრამ ამ დროს აი იმ დონეზე, რა დონეზეც ეს უნდა მაგას მალავს. პლუს ახლა უკაცრავად აქ მაინც მე-15 არკანი შეიძლება მალავს იმას, რომ რამდენად სექსუალურად იზიდავ თქვენ მაგას რა, მაგრამ კიდე მალავს იმას, რომ სიტყვაზე რომ გამოჩნდეს, ნუ არა აქვს იმდენი თქვათ ფინანსური მდგომარეობაზე არის, ნახეთ, დამოკიდებული შეხედეთ, შეიძლება ამას უნდა რომ თქვენთან თქვათ რაღაცა გააკეთოს თქვენთვის, ხო, ძალიან უნდა. მაგრამ არა აქვს ამისი საშუალება. რადგან ამას მალავს თანახლა აქური, ან კიდე მალავს რას, რომ უნდა რომ თქვენ მართლა რაღაცით გაგახაროს. აი ძალიან მინდა, ნახეთ, ძალიან მინდა, რომ მას რამე გავუკეთო. აი ძალიან უზომოდ მინდა, რომ ვიყო, თქვათ, მისთვის, აი მიხვდით, აი რომ მაინც ეშმაკი არის, როცა უკვე შენ ხარ ადამიანზე, ნუ ძალიან მიჯაჭვული, მაგრამ გინდა ამ შემთხვევაში პენტაკლები, მინდა ძალიან მაგას რამე გავუკეთო, მაგრამ შეიძლება არ იცის, თქვათ, ან რატო მაშინ თუ გინდა რატო არ აკეთებ. კომუნიკაცია უნდა ძალიან თქვენთან, იმიტომ რომ აქ თვითონაც იცით როგორ აი უნდა რომ გადაწყდეს ბოლოს და ბოლოს ეს სიტუაცია რაღაცა გაურკვეველი, იმიტომ რომ უნდა რომ კიდე რა გინდა. კი ბატონო, მაგას უნდა რომ ბოლოს და ბოლოს დასრულდეს ეს გაუგებარი თემა, იმიტომ რომ მაგას იმდენად უნდა თქვენთან ნუ სჭირდებით რა ამ ადამიანს და უნდა რომ ბოლოს და ბოლოს დასრულდეს რა ეგ წასვლები, მოსვლები რაღაცები, იმიტომ რომ უკვე აქ გაუსაზლისი არის ყოფნა რა ეგეთ მდგომარეობაში. და უნდა რომ რაღაცა შანსი მომცეს რა ღმერთმა, იმიტომ გითხარით, აი აქაც რო უყურებთ რა. რომ ბოლოს და ბოლოს გამოვიდა ამ სიტუაცია და ბოლოს, ნუ ისე ვიყოთ ერთად, ისე ვიყოთ, თქვათ, აი ბედნიერად როგორ და სულ ვიყოთ ერთად რა. აქ დაჟე რას ამბობს, იცით, რომ აი ამას აქ როგორი თემა იცით, შეხედეთ, კი შეიძლება მალას რას, იცით, კი შეიძლება მე ვერ გაძლევ იმას, რაც შენ ელოდები ჩემგან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ მე არ მიყვარხარ. მე შეიძლება აქ როგორი იცით სიყვარულზე ვლაპარაკი, რომ აი როცა ნუ არანაირად არ არის, თქვათ, ახლა შეიძლება აი რო იცი, მე არაფერი არ მინდა მაგისგან, მე არაფერი არ იმას არ საქმე რომ რამე მოგცეს. მაგრამ ანუ ვითომ შენ ახლა მე მაგ სიყვარული და დანარჩენი ახლა ნუ მეორე ხარისხოვანი, ნუ ურთიერთობაში ახლა და თქვენ იმიტომ აი აქ მაჩვენეს, რომ შეიძლება ხვდებით ამას, რომ ეს ადამიანი თქვენ გჭირდებათ ადამიანი, ახლა 10-იანი პენტაკლების იყო ახლა, ხო და 4-იანი ახლა პენტაკლი. თქვენ გინდათ სტაბილური ადამიანი, რომელიც თქვათ ყველაფერში, ანუ თქვენს ცხოვრებაში ნორმალურად თანაბრად მიიღოს მონაწილეობა. და ეს მალავს იმას, რომ მე იმდენად მინდა შენთან კომუნიკაცია და ეს დამთავრდეს, რომ მაგრამ ისე რა ქვია, რომ მაგრამ ეს არის რა ქვია, აქ მარტო სიყვარული შემიძლია შემოგთავაზოს, სხვა არაფერი ისეთი რა. გაიგეთ, ანუ
ხო გითხარით რაღაცა ფატალისტი მეოცნები ადამიანი რაღაცნაირი ესეთ ენერგიებში არის ეგ რა. რას ელოდება თქვენგან? რას ელოდება თქვენგან და შეიძლება ელოდება რა, რომ თქვენ მაგას ახლა შუქს აუნდებთ, რამეს გააკეთებთ, ნახათ, რომ თქვენ ელოდოთ მას, ეს უნდა მაგას თქვენგან, მაგრამ აქ ახლა უნდა რომ თქვენ რამე თქვათ ანიშნოთ რა ელოდება, რა უნდა თქვენგან, რას ელოდება თქვენგან ეს ადამიანი და უნდა რომ აი იცით როგორ არის, ამას ახლა უნდა რომ თქვენ მაგას ელოდოთ. უნდა რომ თქვენ მაგაზე ფიქრობდეთ, უნდა რომ თქვენ სულ მაგაზე მაგის გარშემო იტრიალოთ, მაგას უნდა რომ თქვენ სულ აი მაგი იყოს თქვენთვის ყველაფერი აბსოლუტურად და როგორც მე ვფიქრობ მაგაზე სულ, ისე მინდა რომ მაგანაც ჩემზე სულ იფიქროს. ნუ თქვენ როგორი კავშირი გაქვთ, ხო, ეხლა პრინციპში აქ ნახათ, აქ როგორი კავშირი გაქვთ და გაქვთ ეს კავშირი თქვენ შეიძლება მენტალურად სულ ხარ დაკავშირებული ერთმანეთზე, შენ ძალიან კარგად თან პლუს კიდე რაღაცა აი დაუშვათ გოგოსო, ხო, როგორი ენერგეტიკული კავშირი არის თქვენ ეხლა თქვენ ხართ ისეთი გოგო, რომ თქვენ ყველაზე ნაკებს გითხულობთ, აი ნიშანი თუ რამე არის, შეიძლება დაინახავთ, დაუშვათ ეხლა ბუმბულს და ეგრევე თქვა, ვიმე რაღაცის ნიშანია, ვიმე რაღაცა ხდება, რაღაცა უნდა ვიცოდეთ, ჭითებს დაინახავთ, თქვა ზიან და ვიმე ალბათ ეხლა რაღაცა მოვა მაგისგან რამე ინფორმაცია, ან ერთად ვიქნებით, ნუ რაღაცა ეგეთი კავშირი გაქვთ, იმიტომ რომ თქვენ პრინციპში შემიძლია გითხრათ, რომ აი ეს ნიშანი რაც არის, ანუ იცით ალბათ რაღაცა ნიშნების კითხვა. აი თქვათ ახლა რაღაცა რო არის, აი ეს იმას ნიშნავს, იმიტომ რომ და ეს მართლა იმისგან არის გზავნილი რა, რაღაცა სამყარო თითქოს გელაპარაკებათ. მოდით ვნახოთ ახლა კიდე მაგი რამის მოქმედებს აი ეს მდგომარეობაში ჯდომას. შეიძლება ეხლა მაგას რაღაცა მართლა საქმეები აქ რა ვიცი, მერითი არის ასე დაკავებული რაღაცა რომ რადგან ნუ ასე ადამიანი რო არის, რატო არ მოქმედებ? რატო არ მოქმედებ? არ ვიცი, ეგ ადამიანი, არ ვიცი, შეიძლება ახლა მაგას ან სამსახურის სახლი შეიძლება სადღაც არის რაღაცი დაკავებული, ან რაღაცა საჭირო მნიშვნელოვანი არის იქ სადაც არის ახლა და ამიტომ იქ რაღაცა საქმეები რომელიც არის აჩერებენ და მარტო შეუძლია რომ იოცნებოს რა. რატო? შეიძლება ფიქრობს რომ ასე სულელებით რანაირად უნდა მოვიდე ახლა მაგასთან, ის არის ვარსკვლავი, ის არის ძალიან მაგარი ქალი და მე ახლა აქ ასე სულელებით რომ მოვალ მაგასთან რა სიტყვის, ახლა რას გავხარეთ ყოს რა გაქვს რა, მარტო სიყვარული შემიძლია შემოგთავაზო. და ამიტომ არის აი აქ კიდე რა მივცე მე მაგას, გაიგეთ რომ წავიდე, ხო? მაგრამ პრინციპში ახლა აპირებ. ნუ უნდა მაგას, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თქვენ აქ ესეთი ქალი ხართ, რომ თქვენთან რა ვიცი მე, თუ არ წამოვიდა ეს ადამიანი, თან იცით რომ თქვენ ელოდებით მაგას, თან იცით რომ თქვენ ესეთი თქვენ ქალი ხართ, რომელიც აი ძალიან კომფორტული ხართ რა, თქვენთან კარგია ძალიან ყოფნა, თქვენ შეგიძლიათ ისეთ ადამიანს ის რაც მას უნდა. ეშინია, მე თუ ისე გეშინია. ანუ როგორ ამას ეშინია რაღაცა ახალი ნაბიჯის გაკეთება, ანუ სიახლეს ეშინია რომ კარები რომ აი იმდენად რაღაცნაირად პროცესებში ეს ადამიანი რა, რომ ამას ახლა ეშინია რაღაც რომ აი ახალი ნაბიჯი როგორ გავაკეთო რა, რომ აი ანუ ერთი ფეხით არის წინ, ერთი უკან რა ვიცი, ეგეთი რაღაცა სუნერვიულობაში. კარგით, ახლა მოდით გოგოებო თქვენ რჩევა. ნუ თქვენ რჩევა რა, იცით როგორ რჩევა, თქვენ ახლა პრინციპში თქვენი საქმეთ, რა თქმა უნდა გეუბნებს, ყველაფერი თქვენ ხელშია პრინციპში, თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი შეცვალოთ და მაგრამ უნდა გააკეთოთ ისე, აი და მოიქცეთ ისე, როგორც თქვენ გინდათ რა. ნუ პრინციპში ახლა ნუ
ნერვიულობთ, ასე რომ ვთქვათ რა, ანუ ნერვიულობთ ნორაფერზე და პრინციპი აქაც რაღაც ძალიან გამარჯვებული დარჩებით ყველა ვარიანტში. კი არ მიყვარს მის სიყვარულში აქ ხა ეს გამარჯვებები და რაღაცები, მაგრამ აქ დაელოდეთ ეთყობა ტრანსფორმაციას. კიდე და ეს ტრანსფორმაცია გაივლის, გამოვა ეს ადამიანი და მე ჩამოვა ტრანსფორმაციაში ის ადამიანი, მაგრამ აქ ცოტა ან მიეცით დრო მაგას კიდე რომ თქვათ იჯეს ეს ტრანსფორმაციაში და მე წამოვა თქვენსკენ, კი. კი. იმოქმედებს აუცილებლად, მაგრამ უბრალოდ ის რა ქვია, გამოვა რაღაცაში ფინანსები, რაღაცა სიტუაცია ვერ ხედავს ახლა გამოსავალს, მაგრამ რომ იხდება რომ თქვენს გარეშე ძალიან ცუდად გრძნობს თავს, მე წამოვა. კი. უბრალოდ ახლა რაღაცას ვერ ბედას, მაგრამ ნუ აი ფიქრობს, აქ ფიქრები. ნახეთ როგორ ლამაზი დასთა. კიდე გავაკეთებ მე მაგას. всё. დავამთავროთ. კაი, დავტოვებ აქ ამ გაშლას იყოს, რა თქმა უნდა თქვი.